საღამომშვიდობის დღეს კვირაა 7 საათი და თქვენ უყურებთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას საქართველოს ფანოღი. რა თქმა უნდა, გრძელდება ტური, რომელსაც ქვია კომედია არხის ყველაზე პოპულარული სიმღერების ტური და დარჩა დღეს 4 მონაწილე და უნდა გავარკვევთ თუ ვინ დატოვებს ან ვინ დარჩება პროექტში. ასე რომ წარმატებას უსურებ რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს და შესაბამისად ბრძოლა 10,000 ლარისთვის გრძელდება. ჟიურის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან რომ ბრძანდებიან და მინდა გითხრათ რომ უცვლელი გახლავთ ჩვენი ჟიური. უმშვენიერესი თამუნა ლეკვეიშვილი, უაშკაცესი ალეკო მალხაზიშვილი და ჩვენი ბიჭები ბუთქუნა და თამაზა. შემოგევლეთ ბიჭებო თქვენ. და რა თქმა უნდა მე ამ პროექტის წამყვანი პაატა გულიაშვილი. ვარდენ სილაგავა ემზადება მეგრელი, კარგი წარმომავლობის ადამიანი. შევეგებოთ აპლოდისმენტებით იმსახურებს ბატონი ვარდენი ამას. Ia დაგიგრიფეთ ლუჩთვალა და პორცია ქართალ დღესასწაული თქვენთვის მომილოცნია ვიქეიფოთ გავათენოთ დროვადაროთ დილამდე ისევ ჩვენთან არის სიცოცხლე და სინათლე ისევ ჩვენთან არის სიცოცხლე და სინათლე გაზაფხული 8 მარტამდე 8 დღით ადრე მოვიდა და ქალების მოფერება ისევ მომინდა ქალი მიყვარს აშოლტილი ფეხი კონდეს ზორი და კერდი კონდეს იმისთანა ანათემდეს შორიდან კერდი კონდეს იმისთანა ანათემდეს შორიდან სულგელით და თქვენს ლოდიში არასდროს არ ვიღლები უთქვენოდ ვერასდროს გაძლებს ტახტი და ლოგინი ამას კაცი თუ ვერ ხდება ხო ანაღდი მუდრუგი ქალს და ღვინოს ვინც არ ერთვის კონდეს მარტო დუდუკი ქალს და ღვინოს ვინც არ ერთვის კონდეს მარტო დუდუკი საქართველოს ფანოღში მინდა ვიყო თამადა მერიქიფედ მეყოლება ბუთქუნა და თამაზა შენიერი თამუნასთვის მოვიდანე ვარდები მარტვილიდან გესალმებით სილაგავა ვარდენი მარტვილიდან ჩამოვედი სილაგავა ვარდენი ბატონო, რა სამოვდი მე? და ანთო ცეცხლი თუ არა? შვენიერი ბატონო ვარდენ და თამუნა. ისეთი სიტყვები მოგიმღერა რომ რა ვიცი. ვარდებს ველოდები. სად არის? არა, კარგი იყო, კარგად გავერთე. ეს კრეატივი მომწონს, ეს ჩაცმულობაშიც გამოვიხადა ტექსტშიც, სიმღერის 10-იანი. ატიკულა, გადასარევი, გილოცავ, ახო. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არასწორად იმღერა ვარდენმა, ნამდვილად სხვადასხვა თავის ხო. რაღაცა გარითმა, რაღაცა თავიდან გარითმა და მე ვეღარ გარითმა, არა უშავს. მაგრამ ბოლო მომენტი ძალიან მომეწონა თავისი ინტერპრეტაციით, რომელიც წარმოგვიდგინა და თავისი ტექსტით. 10-იანს დაუწერ მეც ვარდენს. ატიკულა, გადასარევი, კარგია. ზუსტად ამას ვითხოვდით და რაღაცნაირად კარგია, იმიტომ რომ ნუჯერებ ვარდენ და მაზაკვაი კოჩირე. ჭკირ კოჩირე. კო, გვალე ჯგირ. და მეც გავრითვავ რა, აღარ კონდეს დარდები 10-იანი ვარდენი. დიდი მადლობა, უფრო შემიყვარდები. კარგი. და ჩემო ნიკოლოს რა ვიცი, მეც მომეწონა ვერაფერს ვიტყვი. ნამდვილად. რაღაც, კი ბატონო, მე მესმის რაღაც ტექსტებში იყო
არ ცოდნა და ხარვეზი ცოტა, მაგრამ ეს გამოასწორა ბატონმა ვარდენმა თავისი სიმღერით, მოქმედებით სცენაზე, ჩაცმულობით, ბოლოს ტექსტით და ასე შემდეგ. და მინდოდა დამეწერა 5-იანი, მაგრამ მოდი დავწერთ 10-იანს. 10 კულა. გილოცავთ, ჩემო ვარდენ, გილოცავთ, ჩემო ძვირფასო. კარგია, ესე იგი გუშინ გიორგისი არ იყოს ვარსიმაშვილის და დღეს ბატონი ვარდენის, ეს ისე გამოაქვთ, გეგონება მე მჭირდება, არ იხედებიან ხოლმე. ვიტომ ამათ არ უნდათ. კარგია. კი ბატონო, მას ასე შემდეგი მონაწილე გახლავთ, ასე გამოვაცხადებ ხოლმე აცი. აბა რა. ცეცხლი ხო დავანთეთ. კარგად გაიხსნა. ხ ა თ უ ნ ა ხათუნა მეგრელიშვილი. ამათ გვერიცით. შველებოდა ქალაი რომ არ ყოლებოდა თვალმარგალინი თვითნაბადი ხინკალს ვიღა მოგიხვევდა დანის ამოსვინ და რეწდა ვერიბლიდი სუფთანაბადი ვაიმე თქვენა მასიტყვება როგორ შემაშინა ნაბაც ქალზე კარგად მოვulis სარეცხი mașina ciura sa bomveșo moi hade bodishi mașina srasuza gamelogishi cheroshi dagava romar sad gametse zero tahi uche ყველა გართობაზე ფიქრობს მოგწონთ მხოლოდ კურიოზები ქალებს ყველგან წასვლას გვიშლით თქვენ კი ქალებში დადურებით არც თქვენ ახართ ანგელოზები ვაიმე თქვენ მასიტყვებმა როგორ გამაცილა გონია მართლა გიგჯობიათ სარეცხი მაშინა იკულოს დაიწყირები. დაწერი ქულოჯი. ღმერთო ორი დღეა რა ბედნიერი ვარ. ხო ბიჭო. შიგა და შიგ. კარგი იყო. გალვადო ხათუნა მინდა გითხრათ. კარგი იყო, მე ეს სიმღერა ძალიან მიყვარს.
იმიტომ არა რომ ჩვენები ასრულებენ და ტექსტის ავტორი და მუსიკის და ასე შემდეგ ჩემი ალეგოა მალხაზიშვილი კალვატორი თამარია მადლობა ხოცორად თამარ და რაღაცა მეწორად მისის ტექსტისთვის ძალიან კარგი იყო მოგიხდათ სიმღერა ჩემი აზრით მე 10-იანი მინდა რომ დაგიწეროთ ბრავო 10 ქულა ნიკოლოზისგან თამუნა გისმენთ მადლობა ნიკოლოზ მე 9-იანი უნდა დავწერო ხათუნა ობიექტური რო ვიყო მინდოდა 10-იანი დამეწერა ძალიან 9 ქულა დიდი მადლობა შესაბამისად შენს ობიექტურობას დავამხობ თამუნა და 10-ს დაგიცე 10 ქულა აბა ალეკო რა სიზო ბოლოს იტყვა ჩემზე ესე იგი ხო 10 9 10 9 უნდა იყოს წესით ხო ანუ ლოგიკურად ხათუნა მარტო მღეროდი ხო როგორც მახსოვს კი ნამდვილად სცენაზე ხო მარტო იდგა კი მაგას ხო ვაშკაცობა უნდა რომ მარტო გამოხვიდე ქალი სცენაზე ეხლა ფიქრობ უბრალოდ რა 10-იანი თუ 9-იანი და ცოტაღანი ანუ ლოგიკურად მიუყვები ჩემს აზრებს 10 უფრო გაგიხარდება ხო ალბათ ხო წესია ეს ჩვეულებრივად არა ხუმრობ მართლა 10-იანი ხუმრობ გილოცავ ხათუნა დიდი მადლობა შენივრად მივდივარ ძალიან კარგია კარგად დაიწყო დღევანდელი საღამო შესანიშნავი და ჩუხტარიჩი ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგი ცარიელაშვილი შუაგამი ჩამოვჭექი მე ვთქვრის პირა არ გნიშიდი ისევ ჩემთან არის დაბარბაცით მივადეგი საღლისი შეგა მაგრამ ცოლმა მირაზაგარი გამობრუდი მივაშურე ნაცნობ დუხას მიგიდალმათ მომიხურა კარი ჯადოქარი რომ ვიყო შავთვას ღვინოდო აქცევდი ისე შემოვგობავდი ერთწლს არ დავაქცევდი ისე შემოვგობავდი ერთწლს არ დავაქცევდი ზოლი წევრი შენდალიე ცეცხლინავდი დაგარა ვინოს დასრა დაგორებინე წალი მოდის დარგარა კიდე სწავლებ კიდე შეჭამ ჩვენ ქალების ჟინაზე ცოტა ენა დაიმოგლე ქალს უხდება სინაზე შევისეთ რომ გამოვცალო ჭინჭილა და გრამიდი ცოტა ვილოს თუ არ დავლებ დამადებით გრანიტი ცოტა ვილოს თუ არ დავლებ დამადებით გრანიტი ზოლი წევრი შენდალიე ცეცხლინავდი დაგარა ვინოს დასრა დაგორებინე წალი მოდის დარგარა კიდე სწავლებ კიდე შეჭამ ჩვენ ქალების ჟინაზე ცოტა ენა დაიმოგლე ქალს უხდება სინაზე ქალს უხდება სინაზე წავედი დუქაში წავედი აი ჩუხტარიჩი შენიერი ჩემო ჩუხტარიჩი თამუნა უნდა შევაფასოთ აი ეს იყო საქართველოს ფანოღი, აი კარგი იყო, აი ძალიან მოუხდა. ეს სიმღერა მოიხდინა ძალიან და შეასრულა ძალიან კარგად. 10 ქულა. გილოცავ ჩუხტარიჩი. ვახო? ძალიან მომეწონა მისი არტისტიზმი სცენაზე, კარგად შემოვიდა. ნამდვილად დავინახე რომ ცოტა ეჭვიჩემება რა ჩარტყმულში ხო არ არის თქო ეს ადამიანი. არა ვიცი. ჩარტყმულში. რა თქმა უნდა რომ არ ხარ. და ის გაბრაზებაც იქ რაღაცა მთელი სიმღერა თამაშობდა ძალიან კარგად. ანუ ტექსტი ძალიან კარგად გაითავისა. ამიტომ მომეწონა და 10-იანი მე მინდა დავწერო. 10 ქულა. გადასარევი. ო რა ვიცი ბატონო ჩუხტარიჩი ძალიან გემრიელად იმღერეთ შეიძლება ასე ითქვას. მე შემიძლია 5 დაგიწეროთ და მე გადაგარჩინოთ ან პირდაპირ 10-იანი. ამიტომ 10-იანს ავირჩევ. 10 ქულა. მადლობა ალეკო და ნიკოლოს.
დიახ, მეც დავეთანხმები ჩემ კოლეგებს, ალეკოს არა, ოღონდ ხუთიანის დაწერას არ ვაპირებ, მინდა გითხრათ. ძალიან კარგი იყო და მე, რა ვიცი, ხალბატონო თამარ, თქვენ როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი ისე მოგმართავთ. ხშირად უნდა გავაკეთოთ ალბათ კომედიტური, ან ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მეტი სიმღერები. მე იმღეროს, იმიტომ რა ვიცი, ჩემი აზრით კარგი ტურია ნამდვილად. კი ბატონო, კარგი ტურია, მხიარული. მოწმობენ იმედი მაქვს ამას, აი ასე, კარგია. დიახ და ძალიან კარგი იყო. მეც 10-ას დაგიწერთ. 10 ქულა. გილოცავ ჩუხტარიჩ, შენც განაღდებული გაქვს. გამოიყენე შენი შანსი. და დღეისთვის ბოლო მონაწილე გახლავთ და ეს ადამიანია ოხანაშვილი ზაზა. ასე მგონია კარს გავადა შენზე დოცნებებს და სამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს ასე მგონია არ მიღვახარ ძვირფასო მაგრამ შენზე ფიქრები ჩემო გარგო მაინც მაცამებს ასე მგონია კარს გავადა შენზე დოცნებებს და სამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს ასე მგონია არ გიყვარმა ძვირფასო მაგრამ შენზე ფიქრები ჩემო გარგო მაინც მაცამებს ზადი შორზადი იქნებ სულაც გადამავიწყე შენ სამოგეშოდ სამოვარი მომენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს გადამავიწყებს სიჟმაში მაინც ანგელოზად მომევრინები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს გადამავიწყებს სიჟმაში მაინც ანგელოზად მომევრინები Go far away, I wish I could forget you. Violence will come to cheer up us, oh yeah. And how to forget your eyes, lovely fingers. I'll see you as an angel in my dream. También soy pozo, შენთვის ალბათანზე აღშობებს შენ ერთმანეთთვის აყოფილვარ თურმე შექმნილი ბედმა გაქცია სიყვარულში ძალე დამცინა ო სიყვარული რაბდაშვილი რამე ყოფილა ზადი შორზადი იქნებ სულაც გადამავიწყე შენ სამოგეშოდ სამოვარი მომენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს გადამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევრინები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს გადამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევრინები მე შენ მიყვარხარ Go far away. მაინც მიყვარხარ Go far away. მაინც მიყვარხარ ზაზა ოხანაშვილი. მშვენიერი. კარგი იყო და ახო გისმენთ. კასპელი ჯიმი პეიჯი იდგა
სცენაზე Led Zeppelin-ის ერთ-ერთი წევრი. მომეწონა ძალიან ზაზა. კარგი იყო, მოგიხდა ეს მიმდინარეობა. ერთადერთი სიმღერა იყო, სადაც არ ჩანდა ბატონი თემურ ციკლაურის ის ახოვანება და ხმა მისი. ამიტომ 10-იანს დაგიძელ მე დღეს. 10 ქულა. მადლობა ვახოთ, ამ უნდა გისმენთ. ნიკოლოზ შემოგიყვება. თამუნა ბოლოს სიტყვის. კი ბატონო. კი ბატონო, მეც გადავაგრძელებ ჩემი კოლეგის საუბარს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი იყო მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა რაღაცები გქონდა, მინდოდა 9:30 დამეწერა, მაგრამ რახან ვერ ვიპოვეთ 9:30-იანი დაგიწერთ 10-იანს. 10 ქულა. დიდი მადლობა და ალეკო. რავი ზაზა, კარგი იყო, რავი, ვერაფერს ვერ დავამატებ. 9:30 ვიპოვე, მაგრამ მაინც 10-იანს დაგიწერ. მადლობა და ახან ასია ჩემო თამუნა, მაინც დავარქვათ, რომ შენი ტური იყო ეხლა პრინციპში. ასე გამოდის ხო? და ერთი სიმღერა, ძალიან საინტერესო, ერთი სიმღერა არ იყო ჩემი. დანარჩენი ყველა იყო. მართლა. ის ალეკოსი იყო, რომელიც ხო, ის იყო ალეკოს. გისმენთ თამუნა. უი, არა, ერთი არა, ესეც არ იყო. ბოდიში, 10-იანი. 10 ქულა. გილოცავ, ჩემო ზაზა, ჩემო კარგო. დღეს აი ესეთი კარგი მშვენიერი დღე გამოდგა, რა თქმა უნდა, შესრულების თვალსაზრისითაც, ქულების თვალსაზრისითაც, მაგრამ მაინც უნდა გამოვარკვიოთ თუ ვინ დარჩება ან დატოვებს პროექტს. ასე რომ ჩვენ შევაჯამებთ ქულებს, მანამდე კი რა თქმა უნდა, ზოია და მარინას გიტოვებთ და დავბრუნდებით აუცილებლად უკვე შეჯამებული ქულებით თურთ. დროებით. მიშველენე და ვირამამდის მისდება თავი და ფერდები მარინა ეკბახმელია ტყუილად გონია რომ უკვე ბერდები გვერადები შტერადები ხომა მადამ პატიჟა კინოში მე მეგონა დამახჩობდა ღვინოში ხაში ხოლე მომიტანა ყვავი კალაჩუნა არის ნამდვილი ამსოვრებას ღვინის მასში გავადარებ გასხვალებულს მუდამ ჩანთით დავადარებ არ გჭირდება კალგოთ გადადავალები ჩვენა ვართ მამალი კალები ჩიკადადე ხუილად ნუ მეჯიმები შერასაქსვა ხუშილის ხამგებიცები რომ გავჭდები ერთძროხას ჯამთ და კალები ჩვენა ვართ მამალი კალები დავბრუნდით, დიდი მადლობა გოგოებს, არაჩვეულებრივი მამალ გოგოებს, უღრმესი მადლობა მშვენიერი სიმღერისთვის და დადგა დრო გამოვავლინოთ სამი აუთსაიდერი. ძალიან ცუდია, მით უმეტეს როცა ცოტანი დარჩენ რაღაცა ძალიან ახლობლური განწყობა მაქვს ხოლმე და ძნელია ეს ფინალი, მაგრამ ნუ არ გამოვა ამის გარეშე. თან სტიმულიც რომ ვიცით, კიდე ერთხელ მინდა გითხრათო პირველ ადგილზე გასულ ადამიანს 10,000 ლართან ერთად ასევე როგორც იცით, მაგრამ კიდე მინდა გითხრათ,
ქართული კულტურის დღეები ისრაელში გაემგზავრება პირველ ადგილზე გასული 10,000 ლართან ერთად და მე მგონი კარგი ამბავია. წარმატება ყველას და ახლა კი სამი აუთსაიდერი, რომელმაც ყველაზე ცოტა ქულა მოაგროვა დღევანდელ და გუშინდელ ტურში. არჩილ ოდიშვილი 32 ქულა, ვაჟა მალაციძე 36 ქულა. აიმე თელოელია, მაგრამ რა ვქნა კაცო, გიორგი ვარციმაშვილი 38 ქულა. აპლოდისმენტები ამ სამ ადამიანს. დანარჩენებმა იცით როგორც უნდა მოიქცეთ. წარმატებას უსურვებ ყველას და ბატონო ალეკო, თქვენ უნდა ამ სამი ადამიანიდან გადაარჩინოთ ერთი და მიცეთ საშუალება რომ დარჩეს პროექტში. გისმენთ? რა მაინტერესებს, ცით ქულებით ვინ არის პაატა? ყველაზე მაღალი ქულა ვისა აქვს ამ სამეულში? ბატონ გიორგი ვარციმაშვილს აქვს 38 ქულა, ვაჟა მალაციძეს 36 ქულა და არჩილ ოდიშვილს 32 ქულა. ო, ნუ მაშინ ალბათ უფრო სამართლიანი იქნება თუ გადავარჩენთ ყველაზე მაღალი ქულა ვისაც აქვს, ანუ გიორგი ვარციმაშვილს. გიორგი გილოცავ და მადლობა ბატონო ალეკო, ლოგიკური გადაწყვეტილება. არ გინდათ უბრალოდ ბატონი ალეკო არ გინდათ? კარგით ბატონო ალეკო. და ნუ ეს ფირფიტები მაყურებელმა უკვე ზეპირად იცის, მაგრამ მათთვის ვინც არ იცის, ყველა მონაწილეს აქვს ფირფიტები ჩვენი საქართველოს ფანოგის ასე ვთქვათ გამოსახულებით და თვითონ და გააკეთონ არჩევანი, ასე რომ ჩუხტარიჩ. აპლოდისმენტების ფონზე თუ შეიძლება ეს ყველაფერი შესაბამისად ბატონო ვარდენ გთხოვთ. დიდი მადლობა ყველას თქვენ, ვაჟა, გასაგებია ყველაფერი და მხოლოდ ორი. აპლოდისმენტები ვაჟას, გილოცავ ჩემო ძვირფასო. აპლოდისმენტები ვაჟას, მინდა წარმატებები გისურვო და მე ვფიქრობ, რომ აქ იგივე ტექსტი არ მინდა ხოლმე რაღაც ტრაფარეტური ვიყო, მაგრამ ნამდვილად გრძელდება ცხოვრება დამეთანხმებით, ნამდვილად ასია და ყველაფერი წინ გაქვს. გვიყვარხარ ძალიან და წარმატებები. ჩვენ კი გემშვიდობები, ჩემო ძვირფასებო, ახლოვდება ფინალი, ასე რომ შაბათს და კვირას ზუსტად 7 საათზე ყველაზე რეიტინგულ არხზე, კომედი არხზე ყველაზე რეიტინგული გადაცემით საქართველოს ფანოხი, კელოდებით, დროებით. იცოდი რომ ჩემს სიყვარულს გულში მალავდი, ამიტომაც ველებურად გაგითამამდი, სადღაც უხმოდ იკარგება გულის დარდები, გეფიცების სხვა შემსავით არ ეყო